ნამდვილი BMW-შნიკი Mercedes-ი არასოდეს არ დაждდება. აი Top Gear-ის წამყვანებიდან ვინმე იყო კარგი მძღოლი? მაგი რა ფერარი, ახლა იცი ჩემო დაია. ანუ შენი საბოლოო მიზანი არის შენ და Verstappen-მა ერთად იაროთ. ჩინეთი ძალიან მალე წალეკავს მთლიანად ავტოინდუსტრიას. ქუთაის თუ ნურბურგრინგი? რა ხდება ავტოსპორტში? ავტოსპორტში ძალიან ბევრი რამე ხდება, სხვათა შორის წელს. მეც მათ შორის ჩავერთე ავტოსპორტში. ორწლიანი პაუზის შემდეგ დავბრუნდი დრიფტში, სპონსორების, რა თქმა უნდა, დახმარებით, კროკომ შემიძინა მანქანა და კონექტი მთელი სეზონის განმავლობაში შემგვერძე იქნება. ვასპარეზობ საკმაოდ წარმატებულად მანქანას თუ შევხედავთ მაგის შესაბამისად. და ძალიან მომწონს ნახევარი სეზონი გავიარეთ, აგვისტოში იქნება მესამე ეტაპი და შემდეგ ორი ფინალური ეტაპი იქნება ოქტომბრის 10-ში და 11-ში. ძალიან გამაკვირმა ერთ ფაქტმა. სხვათა შორის წრიული ბოლაზე მინდა აღნიშნო, 90-ების და 92-ების კლასია, როგორც იცი, BMW-ების ძალიან აქტიური რბოლებია და საკმაოდ კარგი პიარიც უკეთდება, ძალიან მომწონს, როგორც ზრუნავს პრეზიდენტი ფედერაციის ამ ყველაფერზე. და ახლახანს მომაწოდეს ინფორმაცია, რომ სხვათა შორის Mercedes-ებიც დაემატება 90-ებს და 92-ებს, რაც ერთის მხრივ ძალიან საინტერესოა. საინტერესოა ვის დასწავენ საჭესთან. იმიტომ რომ Mercedes-ი მრბოლელს არავის არ მოსწონს. ნუ თითქმის იშვიათი გამონაკლისების გარდა. ამიტომ ძალიან მაინტერესებს ვინ იქნება ესე ვთქვათ პირველი პიონერი Mercedes-ის პილოტი. რა თქმა უნდა BMW-შნიკი იქნება. აბა Mercedes-შნიკი რა დასვა ვერ იulis და BMW-შნიკი უნდა დასვა რომ Mercedes-ით მაინც რამე ქნას და Mercedes-ს რაღაცა მოუხერხო. ხო, მაგრამ მაშინ ეგ დაკარგავს სტატუსს და აღარ იქნება BMW-შნიკი, ანუ ნამდვილი BMW-შნიკი Mercedes-ი არასოდეს არ დაждდება. ლოგიკურია. შეთვის რომ შემოეთავაზებდი და არ დაждდებოდი? სიხარულით გავარდებ. არ დაждდებოდი, არა. თვალებში ჩახედე ხალხს. აუცილებლად უარს ვეტყოდი. თვალებში ჩახედე ხალხს კამერაში და ისე უთხარი ეგ ყველაფერი. მეგობრებო, ჩემთვის რომ შემოეთავაზებინათ Mercedes-ი და ეთქვათ რომ მთელი სეზონი დაგასპონსორებთ და იარე წრიული რბოლა, აუცილებლად დავთანხმდებოდი. მაგრამ მე BMW-შნიკი არ ვარ საქმე მაგაში, გამიგე? მე წმინდა წყლის BMW-შნიკი. არა, მე სპორტული კარიერა დავიწყე იაპონური მანქანებით. ამიტომ საერთოდ არ ვარ. რა მანქანები გიყენია? მაგას რა მნიშვნელობაა? ჩვენს პირობებში და ჩვენს ბიუჯეტში 36 ყველაზე მოხერხებულია და მაგიტომ ყავს ამდენი. ჩვენს პირობებში და ჩვენს ბიუჯეტში ვარ მეც BMW-შნიკი, თორე ბევრი ფული რომ მქონდეს. რა სიზამდი? სუპერკარები მეყოლებოდა და BMW-ბიც. რავი, პირველი აუცილებლად ზონდა მეყოლებოდა, იმიტომ რომ შულს მის საპატივცემლოდ ხორაცი. ხო, მაგრამ ზონდათი ხოვერიული თბილისის ქუჩებში. თბილისში რატო ვიცხოვრობ ბევრი ფული თუ მაქვს? ეგ სხვა საკითხია, მაგრამ კაი, თქვა თბილისში ცხოვრობ. თბილისში არ შეიძლება ბევრი ფული გქონდეს? თბილისში რო ვცხოვრობდე, ალბათ ელექტრომობილი თვლილი რამეთ. მაგალითად? არა Tesla-თი. ნებისმიერი ხვით. BMW არ იქნებოდა, ხო? არა, რავი, აი, 10 მანქანა რო ყავდეს თბილისში, რა მანქანები იყოლებოდა? ეს თბილისის მანქანები რამე ახალი კლასიფიკაცია თუ მაინც და მაინც თბილისის კაი, არა გიშლება, კაი. ვერ მივაი თბილისის. თუ გინდა ევროპაში, გერმანიაში ცხოვრობ, თქვა ნურბურგრინგთან ახლოს. აი, რა მანქანები იყოლებოდა? ოი, ძალიან ბევრი. მაგალითად. სამოთვალე 10 მანქანა, რომლითაც ტრეკზე ივლი რა, გაერთო. ერთი Honda მეყოლებოდა უიჭველი მომზადებული. ერთი. კი. Civic ალბათ. Honda Civic მეყოლებოდა ერთი უიჭველი. მეორე BMW მეყოლებოდა უიჭველი, რა თქმა უნდა. რომელი? ან კარგად მომზადებული 36 მეყოლებოდა და ან კარგად მომზადებული 90. კი ბატონო. ეს ტრეკზე სასიარულოდ ვამბობ რა. ორივე. აი, მერე. ასევე G91-ის იმეყოლებოდა, ისე სასიარულოდ. სამი მანქანიდან უკვე ორი BMW-ა, მერე. ნუ ახლა რინგზე რო ვარ და გერმანიამ თავისი ვაიბები მოიტანა და მაგიტომ, მაგრამ პირველი Honda იყო და ეგ უნდა გაითვალისწინო, რომ იაპონური იყო რა პირველივე, რო იცოდე. მერე. G91 ყოველდღიურობისთვის ალბათ. ხო, G91 რა თქმა უნდა ყოველდღიურობისთვის მეყოლებოდა. ძალიან დიდი მუღამი მაქვს ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მომწონს Defender-ი და არ მაინტერესებს რომ არ ვარგა, მე მომწონს და მეყოლებოდა. არა, მეც მომწონს. არ მიტარებია ვერ გეტყვი ვარ გათქვა როგორი სამართალია. ხო, რაღაც სახელი რო აქვს რო თითქოს არა. ჩინეთში იწყობა სავარაუდოდ და მაგიტო გაუვარდა ეგეთი სახელი რო არ ვარ. Defender-ი მომწონს და მეყოლებოდა, ეს არის სასიარულოდ, ასე ვთქვათ, SUV ცოტა მაღალი გამავლობის, ოქტას სვარი შეიძლება. დამჭირდეს. კი, ეხლა ფული თუ არ დასაშუალება რატო არ შეიძლება. ანუ ოქტაში BMW-ს რა ვიდებს და. რატო არ შევიძენდი, მაგრამ ეგ არაფერ შუაში არ არის ხო BMW და ყველაფერი და გააჩნია
მიგონია ხა თანხას, აი ბიუჯეტს რო არ მეუბნები და არა, უსაზღროთ რა. უსაზღროთ რა იყოს, ეგრე დავიწყებ იმიდან, რა ქვია, Ferrari F40-დან და რაღაცა დავამთავრებ იმით მართლა. მიდი მე მაინტერესებს რა მანქანები. ხო და 5 ჩამოთვალე ხა ეგ უკვე ეგრე, ანუ ეგრე ვერ გეტყვი რა. ანუ გარეჟი ესე რომ 5 მანქანაში ვერ ჩავტევ ჩემს გარეჟს რა მინდა. შენ ჩატევ 5 მანქანაში? არა, 5 უკვე მყავს მინი 6. ანუ 5 მანქანაში ვერავინ ვერც ერთი ავტომოყვარული ვერ ჩატევს. ანუ თუ 5 მანქანა არის მხოლოდ და ამბობს რომ სიო ეს მყავდეს და მეტი არა, ეგ ავტომოყვარული არ არის. იმიტომ რომ მე ხა ვერ გამოვარჩი. ხო, მაგრამ მაინც BMW-ები ჭარბობდა ეხა შენ. Ferrari F40 მინდა, მაგრამ აი რომ თუ მაგალითად სხვა რაღაცით უნდა ჩავანაცვლო, თუ ეს მეყოლება და სხვა რაღაცა ვერ მეყოლება, დავფიქრდები რომ მყავდეს რა. აი რომ მყავდეს რა. კედელზე უნდა დავკიდო F40, ხო? მეტი რა უნდა უქნა ხა იმ მანქანას. კი, ტრეკზე შეგიძლია იმას რაღაცა, მაგრამ თუმცა მე თუ მეყოლებოდა F40 აუცილებლად გამოვიყენებდი შესაბამისად. ხო, აი ხა მაგალითად 812 მეყოლებოდა ეგრე რომ გამოვიყენებდი და ყოველდღე ვივლიდე. ეხლა შენ მითხარი, ნურბურგრინგის შესახებ მომიყევი. პირველად სად აღმოაჩინე ეს ტრეკი, სად უყურებდი, რატომ მოგეწონა და სანამ რეალურად ჩახვიდოდი და ნახავდი, რა წარმოდგენა გქონდა და რომ ჩახვედი და რა ნახე, დატესტე და იარე, რა იყო სხვანაირი. ანუ მოლოდინი და რეალობა რა არის. ოკეი. პირველად ეს ტრეკი აღმოაჩინე თამაშებში, ვიდეო თამაშებში, რომელსაც თამაშობდი. მაშინ მომეწონა ძალიან. მე ძალიან იმოქმედა Top Gear-ის ვიდეო, ჯერემი კლარსონი რო იყო, 10 წუთში რო დაარტყა და ბენდერი რო იყო და ხო, საბინა შპიტი რო ყავდა და რაღაც. ხო და მაგის მერე სულ მაინტერესებდა ეგ ტრეკი რა, თამაშებშიც სულ ვცდილობდი რომ ეგ ტრეკი ამეღო მაგაზე მეულო, იმიტომ რომ მთავარი ხიბლი რაც არის ნურბურგრინგის ჩვეულებრივ გზას გავს. ხო, იდეაში ფასიანი გზაა, რომელსაც უბრალოდ იხდი შესვლის დროს და თუ რამე შემთხვევა მოგივა პოლიცია მოვა, გამოიძიებს საქმეს და ასე შემდეგ. იდეაში ხო ეგრეა, მაგრამ საბოლოო ტრეკია მაინც ასე თუ ისე. თამაშებიდან მიიქცია ჩემი ყურადღება. შემდეგ სხვადასხვა გიორგი სარიშვილმა ითამაშა როლი დამაჩქარა მან წასვლაში, ეგრე მალე არ გეკმავდი წასვლას. მაგრამ ესე ვთქვათ ჩელენჯი რო გააკეთა, რომ აბა ვინ მომიხსნის რეკორდსო და აბა ვინ ჩაერთვებო, მაგიტო უფრო რაღაცა გააღვიძა ეს გზნობები, რომ რინგზე სასწრაფოდ უნდა დავსულიყავი. ეგ იყო მიზეზი. და რაც შეეხება რას ველოდი და რა დამხვდა, ბევრად უფრო მეტი აღმართები არის ტრეკზე, ვიდრე თამაშებში და ვიდეოებში ჩანს. სარამ სარიშვილი იქნებოდა სხვადასხვა მანამდე მიშას უყურებდი აქტიურად, მიშა ჩარუდნის YouTube-ზე. და უფრო გამიმძაფრა სურვილები, რომ იქ მოხვედრილი ყავი. და შედი აზრით, აი ხშირად არის ხოლმე, რომ მithumetes ქართველებს გვაქვს ეს დამოკიდებულება, რომ ყოველთვის ყველაფერი რაღაცა მაგრად გამოგვივა, მაგრად ვიცით და მაგრები ვართ რაღაცაში და ამბიციური ხალხი ვართ და ხშირად შემჩნევია ხოლმე, ვინც რინგზე იყო რაღაცა კომენტარები ის, რომ აი თითქოს ის რო ყოფილიყო, ვინც კომენტარს წერს, ის უფრო მაგრად გააკეთებდა რა. აი რა შეცდომას უშვებენ ხოლმე მაგ წარმოდგენის დროს, როდესაც გონიათ, რომ აი ტრეკზე მაგრად ივლიან. აი უბრალოდ ძალიან შორს არიან რეალობასთან რა, იმიტომ რომ მეც ეგრე მეგონა რომ მივიდიოდი რომ მეთქი აი მაგრად ვივლი და რაღაცა, მაგრამ რეალობაში რომ მიდიხარ იქ აბსოლუტურად სხვა რაღაცა არის, ანუ ეკრანიდან ვერ აღიქვამ რეალურად ტრეკს. ნებისმიერ ტრეკზე ეგრეა, არა მარტო ნურბურგრინგზე რა, ეკრანიდან, თამაშიდან, სიმულატორიდან სწავლობ უბრალოდ გზას, რომელიმას აღვისმენე რომელია და შემდეგ, მაგრამ რეალობაში აბსოლუტურად სხვა რაღაცა ხდება. რეალურ პირობებში მანქანა სხვანაირად იქცევა ტრეკზე. აღმართები თამაშებში არც თუ ისე კარგად ემჩნევა და ატყობ მაგ ყველაფერს და ტემპერატურა სხვა არის ყოველთვის. ტემპერატურები მოჭიდება, სხვა პერიოდში სხვა არის და მოკლედ ბევრი ნიუანსია საერთო ჯამში დიცვლილებას იწვევს ეს. და ყველაზე დამძაბული ჩემთვის აღმოჩნდა ბევრი მანქანა. ხო, ეგეც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. იმიტომ რომ დამძაბული მანდ ის არის, რომ შენ რომ მიდიხარ რაღაცა BMW-თი და გონია რომ ჩქარა მიდიხარ, ამ დროს Porsche ორჯერ უფრო ჩქარა გიახლოვდება ის რომ ვერც აცნობიერებ. სხვათა შორის ტრეკდეებით შეგიძლია აიღო ნურბურგრინგზე რა, მაგრამ ტრეკდეიზეც იგივე სიტუაცია რა თქმა უნდა, მაგდენი მანქანა არ არის, მაგრამ 20-30 მანქანა სულ არის და ზოგი ნელია, ზოგი ჩქარია. ხო და ყველა მაქსიმალურად უტევს რა, იმიტომ რომ მაგრად დადიან, ანუ ტურისტულზე რასაც ვერ იზამ, ტრეკდეიზე აბსოლუტურად გაწურავ მანქანას. ტურისტულზე მაინც მოერიდები რა, შენ გარდა ძალიან ბევრი მანქანა ნელი ჩქარი და შემდეგ სულ ვიღაცას ასწრებს, სულ ვიღაცა გეწევა გასწრებს და საფრთხეა. და იცი რა მაინტერესებს, მაინც შენთვის ნომერ პირველი რა არის, რომელი ავტოსპორტის რომელი სახეობა არის შენთვის ნომერ პირველი? თითქმის ყველაფერი გამოვცადე, ასე ვთქვათ. ხო და ექსტრემალური რატომღაც ამჟამად დრიფტი არის ჩემთვის რა.
ზოგადად რალი მიზიდავდა ყოველთვის რა თუ რამე თამაში ვიდეო თამაში გამოდიოდა ბავშვობაში რალის აბსოლუტურად ყველა მქონდა ყველას ხურავდი ბოდიში ერთი წამი ეს ძალიან მინდოდა რომ ყველასთან განმეხილა უბრალოდ მაინც ვუფრთხილდები ხოლმე იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს ცუდად მიიღოს და შენ ახლა ჩემი მეუღლე ხარ ცუდად არ მიიღებ დრიფტში ექსტრემალური რა არის ნახე ანუ მე ვამბობ პადოკზე დახურულ ტრეკზე და ასეთ ანუ ამაში მე ვერ ხვდები კი დიდ სიჩქარეზე დრიფტი რა ადრენალინის მომტანი არის გეტყვი მაგრამ ექსტრემალური რა არის ანუ ექსტრემალური ზუსტად ეგ არის ანუ რალისთან ყველაზე ახლოს არის დრიფტი რალიში კვდები ანუ სიკვდილის შიში ასე ვთქვათ ეგ არის ექსტრემი არ არის ეგრე ფლატ ეგრე რა ანუ რალიში რა გასვენებელია რომ მოკვდები კი მაგას არავინ მაგაზე არავინ არ ფიქრობს გასვენებელი არა მაგრამ შენ რისკი გაქვს თავში დაშვებული მაგრამ დრიფტში არ მგონია რომელიმე პრობლემა ხო შეიძლება ეგ ერთი თავში აქვს ის პროცენტი რომ შეიძლება მოკვდეს ეგრე ნებისმიერ ადგილზე შეიძლება მოკვდე დრიფტში მკვდარი ადამიანი მინახ ვითხარი არ არის მაგრამ შეიძლება მოკვდე მაგაში ესა დაასკრე კედელს და მოკვდე ანუ ეგრე შეიძლება ნებისმიერ რაღაცა მოგევიდეს ნებისმიერ დროს რალი ხო გეთახმები მაშინ ყველაზე ექსტრემალურია მაგრამ შენ საუბრობ შიშზე რა არ ბოლოს დროს რა შიშები გიჩნდება ნახე მე გეუბნები როგორც მართვა და პილოტაჟი რა დრიფტი რა თქო ახლოს რალისთან მოცურებულ მანქანას მართავ რალიზეც რო დადიხარ ახლა თუ არ არის ასფალტის ეტაპი გრაუზე დადიხარ სულ გრაუზეც მოცურებულ მანქანას მართავ სულ ყოველთვის ანუ აქტიურად მანქანას სულ ზანოში გყავს რა უბრალოდ შენი ამოცანა არის იქ რომ ასე ვთქვათ დიდ კუთხეში არ ჩაგივარდეს მანქანა იმიტომ რომ დროს დაკარგავ თხელი კუთხით აჩქარებით გაიარო მოსახვევი რა დრიფტშიც ახლა ისეთი დრო მოვიდა უკვე დრიფტი აღარ არის მხოლოდ სიამონების მიღება დრიფტერები მაქსიმალურად ვცდილობთ რომ მანქანა იყოს ჩხარი დრიფტში ანუ დრიფტში რო ჩადგება ავჩქარდეთ და არა ვთქვათ ერთი ტემპით ვიცურავოთ და უბრალოდ ლამაზი შოუ დავდგათ არა იმიტომ რომ დრიფტშიც ეგრეა უნდა აჩქარდე მოჭიდება იპო ანუ მოჭიდებაზე ვფიქრობთ დრიფტერები არა მარტო მოცურებაზე შენი აზრით მაგარი დრიფტერი აი 10 მაგარი დრიფტერი რო აიღო არ მომობ ქართულზე თუნდაც უცხოელი 10-ვე კარგად ივლის რალის კი კარგად ივლის დარწმუნებული ვარ მაგაში რო კარგად ივლის მე არ ვარ დარწმუნებული ხო ანუ შეიძლება ხა წრიულ რბოლას ვინც დადის მაგალითად 10 და 20 წელი ხო იმან უფრო კარგად იაროს რალი იმიტომ რომ უფრო კარგად აქვს თითქოს ათვისებული მანქანის წონა შეგრძნება რა მანქანის თვითონ ძარის აღქმა მაგრამ დრიფტერის თუ გამოცდილია და კარგ შედეგებს დებს დრიფტში ჩემი აზრით რალის ხარტი ტვინი სჭირდება და ხარტი აზროვნება სჭირდება ანუ მე იმას კი ვამბობ აი ხა თუ გულისხმობ ჩვენ რაც არის მსოფლიო ჩემპიონატი ვერცე და იროდადიან უმაღლეს კლასში რაც მანქანების არის და რაღაც სასწაულებს ვაკეთებენ ეგ საერთოდ სხვა დონეა იმიტომ რომ მაგდონებდა რომ მიხვიდო ძალიან რთულია ძალიან ხო ანუ მაგას ვამბობ აი ავიღოთ ფორმულა აი მაგას კაი მაღალ დონეზე ვისაუბროთ აი ფორმულა დრიფტის პილოტები რო ავიღოთ დრიფტერები და უმაღლესი რალის ის პილოტები დრიფტერები. როგორც ასეთი მძღოლი რო შეადარო რომელი ჯობი. რა თქმა უნდა რალის. ანუ მაგას ვამბობ. კი. თალსაღად. დრიფტი მე ძალიან მომწონს და არის კი აქვს თავისი ადრენალინი მოაქვს ძალიან მაგარი სპორტი. დრიფტი როგორი სპორტია იცი ანუ დიდხანს არ გრძელდება. ნახე ერთი გარბენი გრძელდება მაქსიმუმ 30 წამი. 40 წამი. აი ერთი წუთი თქვი ყველაზე დიდი ხო? ტურნელი მანქანა ყავს და ფორმულა დრიფტზე მაქსიმუმ 30-20 წამი გრძელდება გარბენი. ჩემი აზრით როგორია ეს 20 წამი ნახე მომის მიერ წამი ეს 20 წამი მანქანით გავლა იმ გზის კუთხით და ყველაფრით დაზეპირებადია. მაგას ვამბობ. ნახე 70000-ში გაივლი ერთ-ერთი ტრაქტორიას და უკვე всё ზეპირად იცი რა და იმას სულ დატკებნი იგივე რა. ვისაც დაზეპირების უნარი აქვს შეუძლია რომ დრიფტი იაროს. ხო, მაგრამ რალის ეტაპს ვერ დაიზეპირებ. მაგას ვამბობ. იმიტომ რომ 70-40 ანუ დრიფტი და რალი არის როგორც ავტომატიკა და მექანიკა. ავტომატიკა არის ავტოსპორტში, დრიფტი და მექანიკა არის რა. კი ბატონო. მე ძალიან მიზიდავს ეგ სახეობა, საქართველოში არ გვაქვს სამწუხაროდ. ბევრმა შეიძლება თქვას ახლა რომ აღმართის დაძლევა თითქმის იგივეო, მაგრამ არ არის ეგრე. აქ აღმართის დაძლებაზე მაქსიმუმ 4, 5, 7 კილომეტრს არის მაქსიმუმი და თან ერთ იგივე გზებს ყოველ წელს და ჩემთვის თორსა მოსაწყენია. თუმცა მაგარია რომ აღმართის დაძლევა კიდევ შემოგრჩა და გამოდია მრბოლელი. კი. ძალიან საინტერესო სახეობაა, მაგრამ ხალხისთვის არ არის მაყურებადი, იმიტომ რომ ხალხი ადამიანი ვერ უყურებს და დღევანდელი სამყარო ისე გადაერთო, რომ მარტივად უნდა ნახოს რაღაც, რომ აღარ აინტერესებს აღმართის დაძლევას უყურება. ძალიან მინდა სიამოვნებით ჩავერთვებოდი, მაგალითად რალი რო იყოს. კი. რალი რო იყოს ახლა საქართველოში ტარდებოდეს, რამე ბიუჯეტურ მანქანას ავაწყობდი და სიამოვნებით ვივლიდი. იმიტომ რომ ეგ სახეობა ყველაზე მეტად მიზიდავს. კი. სხვადასხვა ლილო არენა რო იხსნებოდა, მაშინ იყო რალი კროსი სანამ ჩატარდებოდა მანამდე. სანამ ასფალტი დაიგებოდა საერთოდ ლილო არენაზე, მან მეუბნება ჩაატარა წვილთარბოლა.
გრაუზე. გრაუზე? ძალიან მაგარი იქნება. მაშინ დრიფტში ვიყავი, დრიფტ ხარი მყავდა. წავედი რაღაც საუბრობები ვიყიდე გრავისთვის. აუწია მანქანა და გამოვედი რა, მაგას არ გამოვტოვებდი. ხა და ისეთი სიამოვნებო ვიღე გრაუზე სიარულით, თან დრიფტ ხარით რო აი რა ვიცი. ძალიან მაგარია. კაი, მომავალში რას გეგმავ? მომავალში გეგმავ რომ ჯერ ავტოსპორტის მიმართულებით მეთქარე და YouTube-ის ნაწილზე მერე გადავალ. ნახე დრიფტში მოღვაწეობას გავაძლებ თუ რა არ ვიცი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია უკვე სურვილი მაქვს გერმანიაში მივიღო მონაწილეობა წრიულ ბოლაზე. რა ხან ამ თემას შეეხეთ? დრიფტში წარმატების მომტანი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რა არის? იმიტომ რომ შენ ძალიან დიდი ხანია დრიფტში ხარ. ძალიან დიდი ხანია რაღაცა ვცდილობ რომ წარმატებას მიაღწიო. ბევრი ვარჯიში. მხოლოდ ბევრი ვარჯიში? რა თქმა უნდა, ნიჭიც უნდა კონდეს, მაგრამ იმდენი ნიჭი არ შეიძლება, რაც სხვა სახეობებში. მანქანა და ბიუჯეტი? რა თქმა უნდა, ცალსაღად. აბა თუ ბიუჯეტი არ მაქვს, რაც არ უნდა ვივარჯიშო რა აზრი აქვს? ხო, ანუ ვარჯიში თუ შეგიძლია ბევრი, ესე იგი ბიუჯეტი გაქვს. ლოგიკურია. მესმის, მაგრამ სად შენ 36-ზე რო ვივარჯიშებ და სად 100,000-იან და 200,000-იან მანქანაზე. ანუ თვითონ შეჯიბრზე წარმატების მომტანას რა განაპირობებს? გარდა ნიჭისა. მაინც ვარჯიშს ვიტყვი, ნახე, ბევრი ფული შეიძლება არ კონდეს რა, ეხლა 30,000-იანი და 20,000-იანი მანქანა რო გყავდეს, კონკურენციას გაუწევ რა, შალიკას, კოდუასა, ვისაც 100,000-იანი მანქანებით პლუსით, ანუ ეგრე ყავთ რა. გაუწევ. თუ ივარჯიშებ ბევრს. 30,000-იანი მანქანით ჩემპიონი ვინ არის? გრიგალა. გრიგალას მანქანა 30,000 არ. კი, ეგრე. დაახლოებით ეგრე, არაფერი განსაკუთრებული არ აქვს. ხდება დახარჯული გრიგალას. ანუ ეხლა დახარჯული შეიძლება ხონდეს, მაგრამ 8 აწყვე ეგრე ის. ანუ აი არა ხო, ნუ ეხლა დონე იწევს მაგრად რა, ბოლო წლებში განსაკუთრებით. ჩემი აზრით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიუჯეტს მით უმეტეს დრიფტში. კი, ყველგან ეგრე არის, არა მარტო დრიფტში რა, ზოგადად ყველგან ეგრე არის, ტექნიკაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული და დრიფტში და ეგეთ სახეობებში განსაკუთრებით იგრძნობა. ყველაფერი, იმიტომ რომ მანქანის ასე ვთქვათ, ტუნინგს, გაძლიერებას დასასრული არ აქვს. უსაზღვროდ შეგიძლია მანქანას ფული ახარჯო და გააზლიერო და სხვებზე უკეთესი იყო მანქანის ხარჯზე. აი წრიულ ბოლოში მაგალითად ეგრე არ არის, ხო? იქ ფიქსირებული დაკიდების სისტემა გაქვს, ტორმოზის სისტემა გაქვს, საბურავი გაქვს ფიქსირებული, წონა გაქვს ფიქსირებული. ანუ ლავირების საშუალება ფაქტურად არ გაქვს რა, რაღაც მანქანას ააწყობ და გათანაბრებულია შანსები ასე თუ ისე. ხო, რაღაცებს დაახარჯავ, უკეთეს დააყენებ, რაღაცებს იხიმანდრებ, რაღაცები შეიძლება გააკეთო, მაგრამ თუ თქვათ ყველაზე იაფიანი წრიულის მანქანა ღირს $10,000, შენ მაქსიმუმ დაგიძას $25,000 რა. თუმცა ამაზე ბევრად უკეთესი არ იქნება. ანუ პილოტი თუ კარგია, ამ $10,000-იანი მანქანითაც იმ 25-ზე მოგიგებს რა, შეძლებდეს თუ არა. ხო და დრიფტში შეგიძლია ეხლა მე რო გამოდივარ $5,000-იანი მანქანით, უპირისპირდები $150,000-იან შალიკას მანქანას. ანუ ეგ თემა არის რა, დრიფტში ეგ არის და მან რო რაღაც შედეგი დადო, რა თქმა უნდა ძალიან რთულია. რამდენიც არ უნდა ვივარჯიშო ეხლა მე ხო, იმას კონკურენციას მაინც ვერ გავუწევ. $5,000-იანი მანქანით, ანუ შანსი არ არის. კარგი და ერთცენზე რას ამბობდი? ო, რა შეეხება გერმანიას, ერთცენი არ მიხსენებია VLN-ი თქვენ მეტრიული ბოლო. რა შეეხება გერმანიას, ძალიან მინდა დავიწყო იქ რბოლა, იმიტომ რომ ნურბურგინგზე რამდენჯერმე ვიყავით, კი იცი, შენს და შენც იყავი. ძალიან მომწონს ეგ ტრეკი რა, რაღაცნაირად შემიყვარდა, რუსთავის ტრეკი გვაქვს საქართველოში, ლილორენაც გვაქვს, თუმცა მანქანებიც ხომ მყავს, მაგრამ არ დავდივარ აქ რაღაცა, თითქოს, რა ვიცი. ალბათ ტრიფში რო ვარ, მაგით არ დავდივარ, ახლა საერთოდ ავტოსპორტის ვარ ვიყავ დაკავებული, ალბათ ტრეკზე ვიგადავებდი ისე ვივლიდი. მაგრამ რაღაცა ახლა მანქანას რო ვამზადებ, ნურბურგინგისთვის ვამზადებ რა. იქ მინდა მაინც რაღაც სურვილი მაქვს და რაც გინდა ცხოვრებაში ის უნდა აკეთო, ჩემო კარგო რა. ხო და ნურბურგინგზე ნაკლები რა უნდა გინდო? არის სამოყვარულო რბოლა ერთცენი. არა მარტო სამოყვარულო, ანუ მოყვარულები პროფესიონალები სტადიან ამ ერთცენს და ერთცენი არის ასე ვთქვათ 2 საათიანი შეჯიბრება წრიული რბოლის. ოღონდ ამ შემთხვევაში უშუალოდ კონტაქტური წრიული რბოლა არ არის, ეს არის უფრო თაემატაკის სტილის შეჯიბრი, თავი უნდა წარმოაჩინო იმით, რომ სტაბილური იყო ამ 2 საათის განმავლობაში. ანუ რაღაც წრეები უნდა დაფიქსირო ისე, რომ დროები ქონდეს თანაბარი ყველა წრეზე. ვისაც უფრო თანაბარი აქვს და ნაკლები სხვაობა ექნება, ის იგებს შეჯიბრს რა, ასე რომ ეჯიბრები შენ თავს პირველ რიგში. ამ 2 საათიან რბოლაში შეგიძლია იყოს 2 პილოტი და თუ მოემზადებით ხალბატონო არა, მეორე პილოტი იქნებით. მეორე პილოტი. დიახ.
საკმაოდ ბიუჯეტურია სხვათა შორის მანქანის ქირაობა ეტაპისთვის, გუნდი მოყვება, საბურავები მოყვება, შენ უბრალოდ ეკიპირებით ჩახვალ და ივლი რა, დაახლოებით 5000 ევროს პარლებში 4-5000 евро ღირს ერთი შეჯიბრი რო იარო და ძალიან მაგარი თანხა არის რა. თო, ძალიან მაგარი თანხა არის და მაგას ვაპირებ, გეგმაო, ეგ ძალიან მინდა გამოვცადო. შემდეგ უკვე საკუთარი მანქანით, თქო და ერთცენი რატო არის აუცილებელი? ერთცენის სიარულის დროს, ასე ვთქვათ, რაღაც ნებართვები არის, პერმიტები არის, რომლითაც იღებ ლიცენზიას, რომ შემდეგ ირბოლო ვიელენში და ასე ვთქვათ, ნორშლიფს, ნურბურგინგს აქვს თავისი ლიცენზია. იქ რბოლის ლიცენზია საკონა მოიპოვო. შენ სხვა რაც არ უნდა იარო. იქ თუ არის, იმ ლიცენზიას ვერ მოიპოვებ რა. ეგ ლიცენზია უნდა მოიპოვო, მაგიტო უნდა იარო ერთცენი. ხო და მაგას გეგმავ. შემდეგ წელს ან იმის შემდეგ წელს აუცილებლად გავაკეთებ რა, ეგ მინდა რომ გავაკეთო. ანუ შენი საბოლოო მიზანი არის შენ და Verstappen-მა ერთად იაროთ. ხო, სავსებით შესაძლებელია ეგ მოხდეს, იმიტომ რომ ერთცენის სიარულის სეზონს თუ ივლი ერთცენს და აიღებ ლიცენზიას, უკვე შეგიძლია VLN-ზეც მიიღო მონაწილეობა, რა თქმა უნდა, შედარებით ძვირიჯდება გუნდის მომსახურება. მაგრამ ეგეც მიღწევადია რა, არაფერი განსაკუთრებული ისეთი რომ თქვა ვერ დაძლიო. შეგიძლიათ დაციათი გამოხვიდე. კი ბატონო, საკმაოდ ბიუჯეტურია, 15000 евро თუ რაღაც. და საყვარელია მარტო თვითონ რო არის ეგ დაცი. რა შეეხება VLN-ის როლას არის რამდენიმე ეტაპი, არის 4 საათიანი, 8 საათიანი, ერთი წელიწადში არის 24 საათიანი. 24 საათიანი ალბათ ზართული იქნება და ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა რაც გამიჭირდება ჩემი აზრით ამ როლაზე მონაწილეობის მიღებით დროს არის ის, რომ ფიზიკური მომზადება არ მაქვს შესაბამისი. ანუ ერთადებული დიხანი აქ ჭირდება, ძალიან ძლიერი რომ კაკაჩო, თქვა 2 საათი რო არ შეისვენო ირბოლო რა და დააფიქსირო ყველა დროზე ერთნაირი დრო. ეგ არის ყველაზე რთული. მაგ რბოლაზე სტაბილური, ესე ვთქვა, სიარული რა და მაგისტრის ფიზიკური მომზადება ჭირდება და სანამ დრიფტში ვარ და ყივი მაქვს. მანამდე ისეთ ღიპიან დრიფტერები არსებობენ, აი მაგალითად შანაჰანი, კირვალა. ანუ ღიპიანი რბოლელები არ არსებობენ. ღიპიანი რბოლელებიც არსებობენ. თუმცა ისეთი არ არის 24 საათი ირბოლოს. ხო. ნო და მაღალ ჰაი კლასში არ არის. ხო, და VLN-ზე დაახლოებით 150 მანქანა იღებს მონაწილეობას რბოლაზე. შენი აზრით რატო გადმოვიდა Max Verstappen-ი 24-იანზე და რატო დაიწყო ნელ-ნელა ფორმულას მიტოვება? არ მიუტოვებია ფორმულა, თუმცა თვითონ თქვა რომ მის საუბრებში ჩანს. Sim racer-ია მაინც Maxi, ეგრე მონია, იმიტომ რომ Sims აქტიურად დადის, ახლაც აქტიურად დადის, როცა VLN-ზეც გამოდის. Sims აქტიურად კი რა, ავადმყოფურად დადის. ხო, და შესაბამისად ნურბურგინგი მაგისთვის ძალიან, ესე ვთქვათ, მაგარი საყვარელი ადგილია რა. თვითონ თქვა კიდევაც ეგ რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ტრეკი არის და უყვარს და გულისწყდება იმაზე რომ ფორმულა 1 იქ არ არის. და რბოლის შესაძლებლობა რომ მიეცა მანდ მაგის გამო რა თქმა უნდა არ გამაძლევს. შენ როგორ შეაფასებდი როგორც მძღოლს მაგას? Max. ისა დისციპლინირებული მძღოლია ძალიან. და იმდენად ინსტინქტში აქვს აჯენილი ეს სკილები, ინსტინქტის ზონაზე აქვს უკვე რა, რაღაც ექსტრემალური სიტუაციაში მოქმედება, რომ დარობოტებული დადის თითქოს რა, ძალიან გიჟური ხასიათი აქვს. აი რობოტის ხასიათი აქვს. ხო, მაგრამ რობოტიც არ არის ხოლმე, ხანდახან ისეთი ცხოველური შეტევები აქვს და რაღაცეები, ანუ არაადეკვატური ხდება ხოლმე. ხო, ანუ კლიანი რბოლა რაც არის Max-ის თითქოს დადის რობოტივით და რაღაც მომენტებში უცებ გაიღვიძებს ნამდვილი Max-ი, უტევს რაღაცას ასაულს აკეთებს. მაგით გამოირჩევა, ძალიან მაგარი ზოლი არის. просто ეხა ფორმულაში არ გამომართლა ისეთ გუნდშია რა. ხო, ფორმულაში თავის სიტყვა თქვა, ჩემი აზრით, ბერჯერის უკვე. და შეიძლება კიდევ თქვას. კი. გააშკია სად გადავა შენ ვიქცეს. და შენთვის საუკეთესო მრბოლელი, ან მრბოლელები მთელი ისტორიის მანძილზე ვინ იყო? აუ, არ ვიცი, შუმახერი რა. შუმახერი, ოკეი, ფორმულაში. შუმის მართვის სტილი ალბათ ყველაზე მაგარია ჩემთვის. სენასაც მირჩევნია. იცი რა მინდა შენ კითხო? ეს ცნობილი ადამიანები ვინც არიან? თუნდაც Top Gear-ის ტიპები, თუნდაც, რა ვიცი, ხა გავახსენე კერუნ ბლოკი, პასტრა, ესეთი რეჟები, რომლებიც ანუ ასე ვთქვათ, მედიიდან და მარკეტინგით გახდნენ ცნობილები, რაღაცა გადაცემების წამყვანები იყვნენ და ასე შემდეგ. რეალურად ვინ იყო მართლა კარგი მძღოლი? კითხე და გეტყვი, არ ვიცი, კონკრეტულად. აი Top Gear-ის წამყვანებიდან ვინმე იყო კარგი მძღოლი? იმიტომ რომ მე მგონია რომ საქართველოში რო გააჩერო ტიპები, Top Gear-ზე რო უთხრა, ყველაზე გეტყვი რომ ой, მაგარი ეგ მანქანები მაგრად ის მაგრა ატარებს აი. რაღაცა ეგეთი წარმოდგენა აქვს ხოლმე ადამიანს, როცა მანქანასთან ხედავს
არა, ხო ეგრე მართლა თითზე ჩამოსათვლელი ადამიანები არიან, ვისაც ხედავთ ჩვენ ეკრანებზე, YouTube-ზე ან გადაცემებში, რო ატარებენ მაგრად თითქოს მანქანებს, მაგრამ საერთოდ არიან მაგარი ზოლები რა. ტოპ-გიარის სამყაროები ვინც იყვნენ, ხო, ჯერემი გლასონი, ჯეიმს მეი და რიჩარდ ჰამონდი. არა. ზოლებს რაც შეეხებათ, კრის ჰარისი არის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ავტორევიუერი, თავისი პარკისა გამოირჩევა თავისი საუბრით, საინტერესო საუბრით. ძალიან კარგი და ძალიან მაგარი მზღოლია. ო, თუ ნახავთ ბოლოს მარშავა ფასაკრის არის ისეს. ხო, ავტორევიუერია, ჟურნალისტია რა. საერთოდ ვერ შეხედა ვიზუალურად, საერთოდ ვერ წამენგი რომ ეკრანის წინ უნდა იდგეს. ანუ უფრო გგონია რომ მანქანების ხელოსანია ტიპი, რომ შეხედა ვიზუალურად. სტილი აქტივს საუბრის და მაგით გაიქაჩა რა, მაგით უარი პოპულარული ძალიან. აი კენბლოკი მაგალითად. კენბლოკი კარგი მზღოლია, მაგრამ საუკეთესო არ არის ამდენად. პასტრანა? აი კენბლოქსა და პასტრანას შორის რომელი ჯობია? პასტრანა ჯობია. კენბლოკა თავის თავი კარგად გაყიდა, კარგად გააპიარა. და საკმაოდ წარმატებულის იყო და ფილოსოფიას დამახსოვრა თავი. თორე რო გითხრა რომ ძალიან მაგარი მზღოლია, არა, ზოგადად შემთხვევაში იმდროდა ხოლმე ყველა ეტაპზე. კარგი, და YouTube-ის მიმართულებით რა საპირებ? YouTube-ის მიმართულებით TikTok-ი რა უნდა გავხდე? იცი რა არის, მანდაც ნახე როგორ არის. მე რაც მიყვარს ის რომ ვაკეთო YouTube-ზე. ბევრი ნახვები არ მექნება. ან შეიძლება მქონდეს 10 წლის მერე. როცა ჯიუტად რაღაცას გავაკეთებ და ბოლოს ეს ხალხი რომ მომეჩვევა რომ ეს მარტო ამას აკეთებს, მერე შეიძლება რაღაცა წარმატებული გავხდე და განვითარდე და ბევრი გამოძერი მყავდეს და სპონსორები წავდეს ასე შემდეგ, მაგრამ ეხა რაღაცები შეიცვალა ჩემს არხზე. ვიღაცები მოვიდნენ, ლეხპარებიან. სვანაირი გეზი ავიღე საერთოდ. და მინდა რომ მალე დავდო შედეგები რა, ავიწიო მაღლა. და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა იმისთვის რომ შემდეგ ვავდეს სპონსორი და აკეთო ის რაც მიყვარს. თუმცა რასაც მიყვარს და გავაკეთებ, ის YouTube-ზე არ იქნება. არა, ეგრე ვერ ეტყვი, იცი რატო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითად ჯერ რას წარმოადგენ ხალხისთვის. შეიძლება ხა რაღაცების ხვები აკეთო, რაც არ გინდა და ამით მაყურებელი გაზარდო, გააცდო შენი თავი, ასე ვთქვათ, შეაყარო მაყურებელს შენი თავი და მერე უკვე დაინტერესდეს მაყურებელი იმით, რაც შენ გიყვარს. ეხა უბრალოდ დავით ნუცუბიძეს რა უყვარს, არავის არ აინტერესებს, მაგრამ როცა უკვე მაყურებელი შეგეჩვევა და უყვარხარ და ასე ვთქვათ დაელოდება შენ ვიდეოს, მე უკვე შეიძლება მართლა იფიქროს რომ ეს არის. რა გავლენა იქონია ქუთაისმა შენს ავტომოყვარულ ცხოვრებაში? მაგი რაფერ არის, ახლა იცი ჩემოდაია. აი, თუ ახლოს ქუთაისი. მაგი ახლა სტაბილურობა და იგი მომწას იდინჯი ახლა ხოაზე ხარი ხანა, ხო, ამას რო იგი მოყვება მერე და იმას რო იგი მოყვება და ამას მერე აქედან რო გადაყავხარ და ახსნა რო ყველაფერს. მაგან ძალიან დიდი როლი ითამაშა ხოაზე. აქეთ რომ მოუხვევ და იქეთ რომ მედიხარ დრიფტით და რო იცი რა ქმედების მერე რა მოდის და თუ არასორად წავიდა ეს ყველაფერი მოთხო მერე ამას ხოაზე ხარ. გოგაისა მომიჭერი მე რა მე დავდებ თოლკე რა. ხო და მაგი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. რას აკეთებთ ხოლმე ქუთაისში მანქანების ქუთაისში სხვადასხვა ქუთაისიდან ძალიან მალე წამოვედი რა. ანუ 8 წლის ვიყავი ჩემი ოჯახი და მე როგორ მოვედი თბილისში საცხოვრებლად და ვისურვებდი რომ ხო ჩადიოდი ხოლმე. უფრო მეტი დრო გამეტარებინა იქ. ხო ჩადიოდი ხოლმე. კი, ჩავდიოდით ხოლმე, მაგრამ დიდ დროს არ ვატარებდით რა, 1 კვირა, 2 კვირა მაქსიმუმ რა, ეგ იყო და ძალიან მიყვარს ქუთაისი. ქუთაისი თუ ნურბურგრინგი? მაგი რა გითხვა ჩემოდაია, ქუთაისი რა თქმა უნდა სად იყო, ნურბურგრინგი, აია ქუთაია რო იყო, იგანა რა ის ნურბურგრინგი. გასაგებია და ეხლა ევროტურში რომ მიდიხარ რაღაცებით ჯერ ბოლომდე არ ვიტყვი, იმიტომ რომ რაღაცა ბევრი სიურპრიზი სიახლე ასე შემდეგ არის. როგორი განწყობით ხარ და რა გინდა ამჯერად გარდა ნურბურგრინგისა? რა გინდა ევროტურისგან? ახლანდელი ევროტურის, ესე ვთქვათ, თავარი, მაგრამ მაგას არ ვიტყვი ახლა მაინც მოდი რა. თუმცა ჩემთვის ძალიან საინტერესოა. როგორც ასეთი მოგზაურობა, ეხა რაღაც აფექტით და რაღაც არ ველოდები რა, იმიტომ რომ მანამდეც ვიყავით ბევრჯერ და რაღაცა, რა თქმა უნდა, ახალ ადგილებს ვნახავთ, ახალი მანქანით წავალთ, დიდი ალბათობით, სხვა მანქანით წავალთ და ეგ რა თქმა უნდა ძალიან მიხარია და ამაბნიერებს, მაგრამ ამას ყველაფერი როგორ ზევადობთ, ყველაზე მაგარი მომენტი ის იქნება ჩემთვის, როცა YouTube-ზე ცოტა სხვანაირად ვანახებთ ხალხს ყველაფერს. 36. დიახ. შენთვის არის თუ არა საუკეთესო მანქანა? არა. რატო?
აი რომელია საუკეთესო მანქანა? ოღონდ საუკეთესოში არ გულისხმობ, რომ აი რო გითხრა, LFA რო გევასება, ვიცი, იმიტომ რომ ხმაკ მაგარი ესე, ანუ აი მაგას ვიტყოდი, რომ საუკეთესო მანქანაა. კონცეფციას გულისხმობ საუკეთესო მანქანობაში. მაინც როგორც, აი მაგაზე შემიძლია თავად გიპასუხო, რომ Lexus LFA არის ჩემთვის საუკეთესო მანქანა. იმიტომ რომ შენ მოგწონს რაღაცის გამო, რის გამო? რის გამო და ნახე, მართვის ხასიათის გამო, რომელიც არ ვიცი როგორია მანქანას წარმოდგენა, მაგრამ ძრავის გამო, იმიტომ რომ შედევრია ეს ძრავი. ხმის გამო და დიზაინიც ასე თუ ისე მისაღებია, ჩემთვის მომწონს რა, ძალიან მომწონს იაპონური სტილის მანქანები და იაპონური დიზაინები ზოგადად რა როგორიც არის რა. ბევრი იაპონური მანქანა მყავდა, მოყვარული ვარ იაპონური მანქანების და აი ეს ნახე როგორ ვთქვა, დისციპლინური რაღაცა აწყობა მანქანების როგორც იაპონელებს, Honda ხარ გესწავლება. შეკრული გუზაო რო არის ნაწილები. არის ადამიანი, მე ვამბობდა, არავინ არ ვიცი. მასეთი აწყობის ხარისხი თითქოს გერმანულ ბრენდებს არ აქვს. გერმანელებს მაინც უფრო კომფორტზე, სიმდიდრეზე, ეგეთ რაღაცებზე აქვს, მაინც ჩაქსოვილი აქვს ყველაფერში და რაც არ უნდა იაფიანება. აი, ეხლა ნახე, მანდ მინდა ზუსტად გავიგე, გეთანხმები, იაპონია წესრიგის მოყვარულია ყველაფრის დისციპლინის და ასე შემდეგ, Honda ადამიანია, ამაზეც გეთანხმები. მაგრამ ფუნქციურად რო აიღო. LFA-ის გამოყენება, აი, როგორ გითხრა? იმენა გამოყენება. ყოველდღე საღამომდე ბავშვად არებს სკოლაში, რავი, ტრეკზები ანუ ყველაფერს გავაკეთებ. ევროტურში წავალ. ჩემი აზრით E36 უფრო უნივერსალურია და შენც ძალიან კარგად იცი. ვიცი რა არის, 36 ძალიან მომწონს და მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან კარგად იწყობა ნებისმიერი რამისთვის. შეგიძლია ყოველდღიური მანქანას გამოიყენო, ბიუჯეტურია, პატარა მოქნილია, ნებისმიერი სახეობა, დრიფტი, რალი, დრაგი, რავი, ნებისმიერ რამეში გამოიყენო. აი, გეომეტრია რომელს უფრო კარგი იქნება 36-ის თუ LFA-ის? რა თქმა უნდა LFA-ის. LFA-ის დარწმუნებული ხარ? კი. არა, 36-ს 50-50 აქვს. 4 ცილინდრიან 36-ს აქვს 50-50 შეიძლება და LFA-ის ეგეთი არ აქვს. აი, მაგაშიც. უკან აქვს უფრო მეტი რა, 51 აქვს თუ სწორად ვახსოვს. მიუხედავად იმისა, რომ წინა აღსწრავი. თუმცა 36 უბრალოდ ბიუჯეტური ვარიანტია რა. 36-მდე ბევრი მანქანას დავაყენებდი. წინ. ბევრი მანქანა მომწონს, რომელიც და მე შეიძლება აი 92-ის M3, 90-ის M3, 46-ის M3 მირჩევნია რა, ეხლა რო დამიყენო ახალი 36-ის M3 და 46-ის M3, სულ ახალი 0 გარბენით რა, Evo ვერსია რა თქმა უნდა 3.2 და 321 ცხენით. დაფიქრდი ხო ეხლა შე? არა, ნახე, 46 ავიღებ. 90-ის M3 რო არა, 46 არ ავიღებ. მაპატიეთ 46-ის მოყვარულება. ხო, ნუ მე ავიღებ რა, იმიტომ რომ უფრო მაგარი ხასიათი აქვს. 46 არ ავიღებ. მაგრამ ნახე რა ხდება? 92-90-ს ავიღებ. მე არ მჯერა რომ 46, მე უпростоრად მჯერა რომ 46 უფრო გაჰაიპებული. კაი, მაგრამ ეხლა უყურე რა ხდება. რო დამიყენო ყველა თავის M3 რა. 36 იქნება ალბათ ჩემთვის მე-3, მე-4, მე-5 შეიძლება რა. 30 შეიძლება, არა, 30-ს არ მომჯობინებ, მაგრამ აქეთ რაც არის 46, 90 F-series, F80, ხო, G-series შეიძლება არ მომჯობინე, მაგრამ S3 უეჭველი. მაგრამ ეხლა უყურე რა ხდება. თუ ეს მანქანები იქნება სარბოლოდ მომზადებული 36-მდე. გამარჯობა. მან მივდივარ. ქარხნული 36-ია. ქარხნულზე ხო არ მაქვს საუბარი, ეხლა ქარხნული 36 რო არ ჯობია, იმათ ეგ მეც ვიცი. ხო, და სარბოლოდ მომზადებული ყველაზე მაგრად გამისწორდება მართვის რო 36 რა. აი ამათ არ ექნებათ ეგეთ ხასიათი. იმიტომ რომ გეომეტრია მაინც არ ვისაშვება და წონა და მიზიდულობა, ამათი წონა იზრდებოდა ყოველთვის. მოვედით, ანუ რომ Honda-ს მე 36 არის ადამიანი. აი ხა რო იარე ბოლოს ახალი Honda Type-ით აღიარე. აი აღიარე რომ საერთოდ სხვა ხასიათია. კი, მანქანას აკლია ის რომ ატმოსფერული ძრავი არ აქვს. ტურბინიანი ძრავი ყველაფერს კლავს მანქანაში. ეგ რო იყოს ატმოსფერული ძრავი. რატო კლავს? აი ძრავისგან დამაკლდა ემოცია, რაც ყოველთვის ჰქონდა Honda-ს. ვიდაკი რო გახსნა და ბაა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 აaa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 aааა მაგრამ რას ვიზავთ გრეტასნაირი ხალხი უტევს ავტომობილებს და ვეღარ აკეთებენ ატმოსფერულ ძრავას. ხო, მაგრამ ჩემთვის არ არის ეგ დიდი პრობლემა. აი ხა მე მაგალითად BMW ხო ძალიან მიყვარს, მე ხო ოფიციალური BMW-შნიკი ვარ, მაგრამ როგორც ასეთი ის Honda რო ვატარე, Type-ი მაგის გადიმხელა სიმსუბუქე ემოცია. ხო, ანუ ძენიდან მივიღე რომ ანუ BMW-ში რო ჯდები, აი როგორია, აი BMW, ნახე, ნებისმიერ M-ი რო აიღო რა, M3 რო F-კარ ვაყახადო. ტონა ფული უნდა დაახარჯო რა, ერთი ისეთი მსუბუქი ხასიათის მატარებელი მაინც ვერ იქნება როგორც. გახდება თუ დაახარჯა ერთი 30000 რა, დაკიდება შეცვლი და ამ მსუბუქებ რაღაცას გააკეთებ, სავალ ნაწილებს შეცვლი ყველაფერს გააკეთებ, მიიღებ იმას.
რაც უკვე ის ხახმულად არის რა. ანუ ეგ სხვაობა არის და ზეგეთახმები მაგაში რომ დაკიდება და ის ძალიან შეკრული აქვს სალონიც, პოზიცია, ჯდომის, რიჩაგის საჭის მექანიზმი, ანუ ყველაფერი ძალიან კაი აქვს მაგრამ ერთადერთი აი ძრავისის დამაკლა რა. მძლავრია, ჩქარია ბაზარია რა, მაგრამ აი ის გამოც გვიყვარს Honda. დრო გასვაპო რამე ისეთი ატმოსფერული ვიტეკი, ეგ საინტერესო პროექტი. მაგარი იქნება. ამოიღე რამე ვიტეკი. აი ბიჭებში ვაქვთ ეხლა აქ აღმართაზლებისთვის რა. ატმოსფერული ესენი. სევიკის რავები. ხო. სტროკერები რაღაც კაუცები, კაუს და 4-ები და 280 და 300 ცხენი ვაქვთ და რაღაცა 350 ცხენი. აი ეგ უნდა ჩასვა მაგაში და ძალიან კაი. მაგრამ მე ატმოსფერული არ მოხდება ამ კუზავს. ხო, ეგეც არის, მაგრამ ნუ ეხა როგორც არის, კარგი არის. მე Honda-ზე ცუც ვერაფერს ვერ ვიტყვი ეხა, არაფერი არ გავუკეთებთ, ისე რომ ცუდი ვთქვა. ნო. კაი, იაპონური მანქანებიდან კიდე რომელს გამოვარჩევდი? აი, ყველა ძალიან მიყვარს რა, რაც არის საკულტო მოდელები. RX-7-ს გამოვარჩევდი. ძალიან მომწონს Honda ბედნიერება მაგის მართვის და ძალიან მომწონს ეგ მანქანა. Skyline 2014 მყავდა, 2013-ის ნატარები მყავს. კაი ხასიათი აქვს მაგათაც Subaru Impreza GC8. Overrated მანქანები ხო არ არის? Overrated არის რომელიც ჩემი აზრით 2014-ის GT არის. და Toyota Supra. Toyota Supra ძალიან overrated არის. სასიამოვნო სამართავია, კარგი კრუიზერია რა, ევროტურში რო წახვალ, ეგეთი არის Supra რა. მაგრამ ორკაციანის ევროტურე კრუიზერი. ხო, ნუ კრუიზერია ეგ მანქანა რა, არ არის რაღაც სპორტული მანქანა არის იდეაში, მაგრამ რო თქვა რომ რაღაცა ტრეკზე ივლი მანქანა და რაღაც შედეგებს დაფიქსირებ, არა, ქართული Supra არაფერი შეძერია საერთოდ. არც გაკეთებული არ წერია ჩემთვის არაფერში Supra-ს რო თანხა დავახარჯო. უბრალოდ სწორად თუ ივლის რა. ხო, ანუ მაგით ტრეკზე როგორც ესე არ დადიან ხოლმე არ ამზადებენ რა, კი რაღაც ვერსიები არის გამზადებული, მაგრამ ისიც იმიტომ რომ Forza-მა შეასრულა უდიდესი როლი მანქანის პოპულარიზაციაში და შესაბამისად ზოგადად 2014-ის იმაშიც მაგარი როლი. 2014-ის კი ბატონო. ყველაფერში ეგეთი. მაგიტომაც ზვირი ღირს ეგ მანქანა. მაგიტო იაპონური ნომერ პირველი არის მაინც Honda. არ გეთახმები. კი, არა, ნომერ პირველი არის Honda, იმიტომ რომ Honda-ს ვერცეთ მოდელზე ვერ იტყურო ცუდია. არა. რომელი ყავს ნებისმიერი კლასი აიღე. ცუდი როგორც ცუდი. სპორტული აიღე, საოჯახო აიღე, ეკონომიური ნებისმიერი კლასი აიღე და რომელ კლასზე იტყვი რომ აი Honda ამაში ვერ ქაჩავ. არა, ძალიან მაგარია. უმაღლესი კლასი რო აიღო ბიზნეს კლასი რა, ეს კლასის და მე-7 სერიის კონკურენტი ყავს Honda Legend, რომელიც მყავდა. და ძალიან კარგად ვიცი რა მანქანაც არის. აი ძალიან მაგარია. ურბილესი, უკუარტულესი, აი ძალიან კაი მანქანა არის რა. და მართლა ვერ იტყვი მაგას რომ რომელიმე მოდელი Honda-ს არ უარგა. ხო, აი ეს 2000 აკორდები, Euro-ერი რაც არის, ანუ ძალიან მაგრებია რა. ძალიან. ეს 2000-ს ანუ ტიპებმა სუწინა წამყვანები გამოუშვეს, მე გამოუშვეს ეს 2000 უკანა წამყვანი და იდეალური გააკეთეს. ხო, უკანა წამყვანი გამოუშვეს, ცოტა ის უცნაური იყო Honda-სგან. ამიტომ Honda მაინც იაპონური ავტოსამყაროს სათავეა. არ არის ეგრე რა, ყველას დიდ პატივს ვცემ, Subaru-ებიც მე ვაცემ. არა, მეც ვცემ ყველას დიდ პატივს, მაგრამ Honda მაინც პირველია. Toyota. მით უმეტეს ახლა რო განაახლა Toyota. კონკრეტული მოდელები. Toyota Prius-ი არ მეყვარება არასდროს. არ გეყოლება, არა, ყველაზე პრაქტიკული მანქანაა. კი ბატონო, მაგრამ არ მეყვარება. თუ მაქვს შანსი რომ არ ვიყიდო. არ იყიდო. აი, ეგ ისეთი მანქანაა, იმიტომ კი არ ყიდულობ რომ შანსი გაქიყიდო. ანუ თუ გაქვს იმის საშუალებობა რომ Prius დარიარო არიული. რა თქმა უნდა, მაგაში მოგყვები, მაგრამ ეგ რატო უყურებ მარტო Prius-ს და ძალიან ბევრი მანქანა აი, მაგას ვამბობ მე რომ აი, Crown-ზე რას მეტყვია? რა Crown მაგარია. ანუ რას ვამბობ? Aristo-ზე რას მეტყვია? Aristo-ს მაგარი ურჩიზეთი ასე Aristo მაგარი. GR-ი არის? GR-ი არისიც კაია, მაგრამ მე მაინც აი, GT86 ვიცი რომ არ მოხსნას. არა, ეგ შენც ხო იცი რომ ძალიან დებილობა გააკეთეს. Supra-ც კაი BMW-ა, მაგრამ ეხლა მუშაობს Toyota ახალი Supra-ზე. რომელიც იქნება ძალიან Toyota. Supra რო გააკეთეს BMW, ეგ ყველაზე მეტად მე არ მომეწონა. საერთოდ არ მომწონს ის ფაქტი, რომ იმაში BMW-ს ის არის. ხო, თან Z4-ს მოარგეს რა, ანუ რაც იყო დიზაინის Supra-ის კონცეფტი შექმნილი გაცილებით უფრო დიდი მანქანა იყო და ანუ რაც მომწონდა მე მარტივი გამოსავალი იყო BMW-ში ის წაართვეს BMW-ს, ანუ მისი დიზაინი და მანქანები, სტილი, ანუ წაართვეს BMW-ს და რაც მომწონდა დიზაინი ძალიან მომწონს. ისე რაც მომწონს Supra-ვიც უფრო. ანუ ნახე, რაც მომწონდა Toyota-სი, ის შიქთავსი Supra-სი რაც იყო, JZ-ი ძრავი და ეს ემოცია და ხმა, ის წაართვეს Supra-ს.
და ყოველდღე უემოციო მანქანა შექმნეს. ანუ მაგ Toyota Supra-ს რო ხედავ, საერთოდ არანაირ ემოციას არ იწვევს. კარგი მანქანაა, კი ბატონო, ბევრს მოწონს, ბევრი იყენებს, კარგად აკეთებს ყველაფერს, ტრეკზე კარგი არის, ანუ ბაზარი არა, კაი მანქანაა, მაგრამ აი რომ შეხედავ, ემოციას არ იწვევს. ой, გემოვნების ამბავია რა, მე მოუწონს მაგალითად რა სიამოვნებით ვიდედი Supra-ს. მე მითხრა რომ ძალიან კაი მანქანაა. ანუ აი Z-ი რო იყიდო, უფრო კლასნი ხარ, ვიდრე Toyota Supra. არა, Z-ი საერთოდ არ მოუწონს. აი ახალი Z4 Supra-ი თავით მეჩემნია ახალ Z4-ს. ახალ მანქანებზე რა სიტყვი, რას ფიქრობ ახალ მანქანებზე? ტრაკისკენ მიდის საქმე. ანუ ერთ რამეს ფიქრობ, რომ ჩინეთი თუ რაღაცით არ გააჩერეს, მაგრამ ვერაფრით ვერ გააჩერებენ, იმიტომ რომ ნედლეული რაც ჭირდებათ ახალ მანქანებს, თითქმის ყველაფერი მაგათ აქვთ. და ასე ვთქვათ, ძალიან მალე წალეკავს მთლიანად ავტოინდუსტრიას. უკვე დაწყებული აქვს პროცესი და ძალიან მალე არჩენი BMW, არჩენი Mercedes, Audi, Volkswagen-ი უბრალოდ გაქრება რა, გაკოტრდებიან, ვერაფერს ვერ შეძლება. ხო, ეგ ძალიან ცუდია. აი, მაგაში ვარ დარწმუნებული. 100%-ით. ეხა ამერიკა და ტრამპი აპირებს რომ ჩინურ პროდუქციას მათ შორის ავტომობილებს დაუწესოს დიდი განმაჟების გადასახადი და თუ შემოვა ჩინური მანქანა ამერიკაში მაგით რაღაც გაზარდოს ფასი რომ ჩემი აზრით უბრალოდ მანქანები უნდა გამოასწორონ. ვერ გამოასწორებენ. ნახე რა ხდება, ჩინეთი ეხა იაფად გადააკეთებს მაგარ მანქანას რა, ეს არის მთავრობიდან ყველაფერი წამოსული. მთავრობა ავტოინდუსტრიას ჩინეთში ძალიან ეხმარება. გადასახადებს, უქმებს, პირიქით ხელს უწყობს, რომ შექმნან მანქანები. მაგის შესაძლებლობა არ აქვს იმათ. და ჩინეთი ამიტომ აკეთებს ყველაფერს, რომ ასე ვთქვათ, რაც არის ავტოწარმოება ჩინეთში, გაავრცელონ მაქსიმალურად სოფლიოში, გააკიდონ ეს ავტომობილები, მიიჩვიონ მომხმარებელი და შემდეგ უკვე გააძვირებენ. ეს ფასები რა, ფასებშიც ახლა შეგიძლია ჩინური მანქანის ყიდვა, ვფიქრობ, რომ 5 წელიწადში უკვე აღარ იქნება ეგრე. კი უფრო იაფი იქნება ვიდრე გერმანული ბრენდები და ამერიკული ბრენდები, მაგრამ ასე ხელმისაწვდომ ფასში აღარ იქნება. მაგას ვფიქრობ, რომ ეგრე იქნება. 5 წელიწადში ეგ მანქანები ისეთი იქნება, როგორც უკეთესი. აი ნახე, ჩინური მანქანები ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. უამრავი ახალი ბრენდი ჩნდება ბაზარზე და ძალიან მალე ხედავთ ხოლმე, რომ რაღაც გამოვიდა მოდელი და 1 წელიწადში 2 წელიწადში შეცვალეს უკვე მოდელი. გააუმჯობესეს. ახალი რესტაილინგი კი არ გაუკეთეს და ევროპაში რო იციან რაღაც ფარებს და გრილს შეცვლიან და რესტია და 10 წელი ერთ-ერთი ვეკუზავ გამოდის, ხო? ეგრე არა. ანუ ვაფშე ცვლიან ყველაფერს რა. ანუ ბევრი ბრენდი არის ეგეთი, რომელიც ყოველ წელს ახალ მოდელს გთავაზობს. ეგ მგონია რომ ეხლა აკეთებენ მაგას, მაგრამ რომ დამკვირდებიან ბაზარზე ეგენის რესტაილინგების და მაიმუნობების თემას გაუშვებენ. არ ვიცი, მაგრამ ეხლა შესაძლებლობა აქვს და აკეთებენ მოკლედ რა და მე ძალიან მომწონს ჩინური მანქანებს არაფერს არ ვერჩი, იაფიან ბრენდებს რა თქმა უნდა არ გულისხმობ, მაგრამ იაფიანი ბრენდების და ბიუჯეტური მანქანები ძალიან ბევრი ყავს ევროპას რა, Peugeot, Renault, Opel გერმანიაში ხო, ვთქვათ, ბევრია ეგეთი, Skoda ჩეხეთში და რა ვიცი. Opel ხო ძალიან კარგ მანქანებს უშვებს, უბრალოდ არ იცის ხალხმა. ბიუჯეტური ძალიან კარგ მანქანებს უშვებს. და გერმანიაში ძალიან დიდ პატივს ემენ, საქართველოში ექიმები ძალიან ბევრი იყო რა, ხო? მანქანის ყიდვას Opel-ის გამოცდილების მანქანის ყიდვა ჯობს. გეთახმები მაგაში. აი თქვა თუ გაქვთ 15,000-20,000 ახალი მანქანისთვის, თუ მიგიზდება ხელი Opel-ზე, Opel-ი ჯობია იყიდო, ვიდრე ჩინური იგივე ფასიანი მანქანა. უბრალოდ ჩვენთან როგორც ყოველთვის სახელის გამო Opel-ს ხელწამოსაკრავად უყურებენ, იმიტომ რომ ახლა адრე იყო, რომ Opel-ი თუ ყავდა არც თუ ისე კარგი სტატუსის მქონე იყო Opel-ის ყოლა, ხო და ეხლა გონიათ რომ აი Opel-ი რო ყავდეს რაღაცა იგივე არანაირად Opel-ი ძალიან კარგ მანქანებს უშვებს. კი, ავტოსპორტშიც კარგად იყო Opel-ი ჩართული სხვადასხვა თავის დროზე რა და ძალიან კაი შედეგები ჰქონდა. და ზაუზოლას ბრენდია. ძალიან ძველი ბრენდი არის გერმანული და ყოველთვის ხელმისაწვდომ მანქანებს უშვება. რითაც გამორჩეოდა Opel-ი რატომ მთავარი გერმანიაში ძალიან დიდ პატივს ატომას ცემენ. სამუშაო მანქანა და ნაწილები სერვისი შეიძლება ძალიან იაფი. ეგეთი იაფი არც ერთ არია. კი. და მაგიტომაც იყო ყოველთვის წარმატებული Opel-ი და ხალხზე გათვლილი იყო რა, რომ გაეძლო თუ გაგიფუშდებოდა იაფად გააკეთებდი და მოკლედ ძალიან ხელმისაწვდომი იყო ყველასთვის და მაგიტომაც მოსწონდა ყველას. კარგი, დაგემშვიდობებით აქ. კარგად წედებოდი. მე მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს, რომ გამოიწერონ ჩვენი არხი და ლაიქონ ვიდეო, გამოიწერონ დავითის არხიც, ქარდრაგი, რომელსაც შეცვლის და დაარქმევს სხვა სახელს. ნუცუბას. და ასევე დაგვიწეროთ კომენტარები, ვინ მოვიწვიოთ შემდეგში სტუმრად. ეს თანაწამყვანია ჩემი დღეიდან რომ იცოდეთ. რაღაცებს ვასწავლი, ზოგადად ხალხმა მინდა იცოდეს, რომ ანა რასაც აკეთებს YouTube-ზე, ყველაფერი ჩემი დამსახურება და მე ვასწავლი აბსოლუტურად ყველაფერს, რა როგორ უნდა თქვას.
და გააკეთოს.